მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. ეს არის გადაცემა კულინარიული დუელი. მე კი მისი წამყვანი გოჩა კაპანაძე. მოგესალმებით. ჩვენი შეფები, შესანიშნავი ადამიანები, ქალბატონი თამუნა და ბატონი თეიმურაზი. როგორ ახართ? მოგესალმები გოჩა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, გაზაფხულის მოსვლას და ჩვენი გადაცემის ეთერში დაბრუნებას ერთად ვილოცავ, ასევე თქვენ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ. აბა თემო, შენ რა სიტყვი? ძალიან მიხარია თქვენი ხილვა აქ, იმიტომ რომ მეც ახალი ვარ და ვფიქრობ, რაც ახალი ეტაპი დაიწყება ამ შოუსთვის და წარმატებებს გისურვებთ. ესე იგი ჩვენ კიდევ გვექნება თამუნასთან. კი ბატონო, ჩემთან ურთიერთობის დაალაგებას გირჩევთ. მე როგორც მითხრეს თამუნას უყვარს მოფერება. როგორც ყველას. როგორც ყველა ქალს, ხო? კი, ქალსაც და კაცსაც. კარგი სიტყვის გაგონება. კი, ქალს უყვარს. შესანიშნავად გამოიყურები. მადლობა და უთხარი თემო, როგორ გამოიყურება? სასწაულად. იმიტომ რომ ყოველთვის გვექნება ჩვენ დუელი და ერთ რაღაცას ვიტყვი რომ ეს იქნება სხვა ფორმატის, გვეყოლება გამარჯვებული, აქ იქნება უფრო ისეთი მძაფრი პაექრობა, ორ მოდი ესე ვიტყვით მეგობარ მეტოქეებს შორის და იმედია თქვენც მიიღებთ ამაში გარკვეულ წვილს, იმიტომ რომ გადამწყვეტი როლი თქვენცა გაქვთ. კი ბატონო, ჩვენ ჩემთან ერთად. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, შემოვიპატიჟებ ცეკვავენ ვარსკვლავების გამარჯვებულებს, ნანუკა სტამბოლიშვილს და რატი გაჩიჩილაძეს. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახართ? კარგად ხართ? ამ სტუდიაში როგორ გძნობ? მოდი, ჯერ მიმინახარ. როგორ გძნობთ ამ სტუდიაში? გადასარევად. ძალიან კარგი გარემო გაქვთ და მადლობა რომ მოგვიწვიეთ. პირიქით, თქვენ მადლობა რომ მოხვედით და დაგვაფასეთ. დიდი გამარჯვება იყო, ძალიან დიდი კონკურენცია იყო. აი როგორ გძნობ თავს? რა შეგძნება ეს? ძალიან ბედნიერი ვარ. ემოციებით სავსე და თან დაცლილი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი სიყვარული იგზენი ქართველი ხარ, არა მარტო ქართველი გულშემატკივრების მხრიდან. აი რა გძნობა ეს? ესე გადმოცემა ძალიან რთულია, რომ განიცადოთ ეს უფრო კარგი იქნება, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ და იღბლიანი, რომ დიდი ხანი არ შეხვედრი ხარ, ხო, ესე დიდ ქართველ მაყურებელს, აუდიტორიას. ესე ამ მასშტაბით არის. ამ მასშტაბით. რატი, შენ რა სიტყვი? ახლა ბავშვობიდან მოდიხარ, მე შენი დიდი დინასტიის ამბავი ვიცი და თელმა საქართველოს ვიცის, გაჩიჩილაძეების დედა, მამა ბრწყინვალე ადამიანები და ძმა და შორენა და სიძე მე სხვა შოს გოჩა კი მქონდა ჩუტკები, ჩეტკები არა ვარ კაპანაძე ვარ. რა მაინტერესებს? დაიღალე ძალიან. სამზარეულოს გოჩი ჩერტკვევი ხართ. ნახოთ. მადლობა. დაიღალე ძალიან. ცოტა რა, ცოტა. არა, იმიტომ რომ ვიცი რომ ფიზიკურად ძალიან ძნელი და ძალიან მძიმე პროფესიაა. მე ადრე ბავშვობაში ვცეკვავდი. თვითონ პროექტი არის ფიზიკურად ცოტათი და ფსიქოლოგიურად ცოტათი ძნელი, მაგრამ მე ყველაფერი ასე თუ ისე ვთქვათ, ადვილი ხდება, იმიტომ რომ როცა კარგი ცეკვები გაქვს და ცდილობ რომ კარგი ცეკვები გამოიტანო, აი ეს უკან რომ მაყურებლისგან, საჯებისგან და ასე შემდეგ რომ თან როცა ჟიურში და სიძე არიან. ნუ ეგენი უფრო მეტად ისინი უფრო მკაცრები არიან, მე ესე ვიცი, იმიტომ რომ სხვანაირად ყველაზე ახლობელს მოთხოვ ბევრს. აუცილებლად. და შეიძლება ხანდახან კიდევაც ატკინო ხანდახან. რაიმე ტრამა ხო არ მიიღე? აი ამ კონკურსის დროს, იმიტომ რომ ჩიტმა მომიტანა ამბავი. კი, სამწუხაროდ კუნთი მაქვს გაწყვეტილი. უკვე მოიშვიშე ხო? არა, ჯერ არ ჭირდება. კარგით, აი ახლა მოდი ესე ვქნათ. მე ვფიქრობ, რომ ავირჩიოთ შეფები, რომლებიც დაგვეხმარებიან. მე აქეთ წამოვალ, რადგან აქ შეგევარ. ბატონო, თემოსან მიდი, რატი? გამარჯობა. შეფებმა წინასწარ აირჩიეს. თამუნას ქალბატონი თამუნა არის შესანიშნავი, ერთ-ერთი უმაგრესი აი ამ ჩვენ პროფესიაში და როგორც მე ვიცი, ის ბავშვობაში თქვენს დედა და მამის სტუდიაში ცეკვავდა. ესე რომ ესეც ვიცი თამუნა. ჩემთვის ამიტომ კარგი ხენი მე აქეთ რო წამოვედი. თემოც ძალიან წარმატებული კულინარია და ვფიქრობ, რომ კარგი დუეტი გამოვა და კარგი პაექრობა გამოგვივა. დაგიჯერებთ ყველაფერში. დღეს რას ვამზადებ? დღეს შემოგთავაზებთ ყოველთვის საყვარელს, ესე ვთქვათ, და მარტივ კერძს, ეს მაკენჩიზი ქვია, ანუ მაკარონი არის ყველით. რამოდენიმე სახეობის ყველის ნარევია და ბეკონის ჩიფსი გვექნება ზემოდან ორთული. არც ისე იოლი მოსამზადებელია. გემრიელი არის. რთულად ჟღერს, მაგრამ ტექნიკურად უფრო ადვილია. ნანკა რა უნდა შეგეკითხო? აი შენი საყვარელი საჯმელი რა არის? ყველა ქართული კერძი. ესე გამორჩეულად არ მაქვს ერთი ან ორი, ძალიან ბევრი კერძი მიყვარს. ოღონდ გამორჩეული სამზარეულო არის ქართული. შენ რა სამზადებ თავად?
მე ხშირად უცებ გადაღებისი რომ გაიქცევი ან თუნდაც ან კონკურსისი რაზღებულობდი. ძირითადად მომზადებისთვის სამწუხაროდ დრო არ მრჩება ხოლმე, მაგრამ ჩემთვის საყვარელი კერძი არის მომზადების მხრივ ჩქმერული. ჩქმერული ძალიან გემრიელია. კარგი, ახლა რატისთან გადავალ. დღეს რას ვამზადებთ თამუნა? ჯერ ვნახოთ მთავარი ინგრედიენტი და დავიგეგმებით მაგის შესაბამისად. პარამ პამ 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 პამ. პასტა. პასტა მაკარონე. მე არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ უყვარს პასტა. აი პასტისგან და ესეთი მაკარონებისგან და ასე ბევრი უამრავ იტალიაში რო ვიყავი, ისეთი რაღაცებს ამზადებდი. 350-მდე სახეობა. აი დღეს რას ვამზადებთ? მე მიყვარს ესეთი სალათები პასტისგან, რომელიც მარტივად მზადდება და არის ვიტამინებით სავსე და თითქმის ყველა ბოსტნეული მაქვს მომზადებული იმისთვის, რომ დღევანდელი სალათა გავაკეთოთ და მაყურებელს რაც შეეხება ვურჩევ, რომ რაც სახლში ექნებათ და რაც უყვართ, ყველაფერი შეუძლია ამ სალათს შეურიან. ბოლოს გავაკეთებთ დრესინგს, საკმას ეგრეთ წოდებულს და ამ ყველაფერს შევკრავთ ჩვენი საკმაზით. კარგი, მაშინ მე რატის მინდა დავუსვა კითხვა. რატი, აი რა გიყვარს ეს, რას ამზადებ ხოლმე? იმიტომ რომ მე ვიცი რომ ძალიან დიდხანს ცხოვრობდი უცხოეთში, ამერიკაში. საკმაოდ დიდი დროა უცხო ქართველი კაცისთვის მით უმეტეს, როცა უნდა მოერგოს იქაო თუნდაც კვების რაციო. აი რა არის შენთვის ყველაზე? რა გენატრებოდა მოდი ესე ვთქვათ იქ? იქ რო ვიყავი, მენატრებოდა ხინკალი და კაბაბი. ძალიან მენატრებოდა ხინკალი და კაბაბი. და რაც შეეხება, ასე ვთქვათ, რის გაკეთება მიყვარს, უფრო მეტად ბურგერები გამომდის მე კარგად. რისი? ბურგერები გამომდის მე კარგად. ბურგერები. Fast food-ი. თუმცა შენ მოდი ასე ვთქვი, კონფიგურაციას ბურგერებისა და ხინკლის. ასე ვთქვათ, წონის და სხვა ფანტასტიკურ ფორმაში ხარ. მადლობა, წონის მომატების პრობლემა მე არ მაქვს, პირიქით ვიკლებ, უფრო მეტად პირიქით ეგა მაქვს პრობლემა რომ ვიკლებ. კარგი, ძალიან კარგი. აი ახლა მე მაშინ გეტყვით წესები. ჩვენ გვაქვს ჩვენი, მოდი ასე ვიტყოდი, გადაცემის წესები, ფორმატი, რომელიც უნდა დავიცვათ. ჩვენ გვაქვს 20 წუთი მომზადებისთვის და 20 წუთის განმავლობაში უნდა მოვამზადოთ შეფების დახმარებით არჩეული კერძი. არ გიშველით აქ თქვენი ვარსკვლავობა, აქ ყველა ვარსკვლავი ვართ და შემდგომ ვიტყვით ვინ გაიმარჯვა. თანახმა ხარ? თანახმა. კარგი, მაშინ დავიწყოთ. წამზომი ჩაირთო. რატი ნახე? წყალი უკვე მზად მაქვს. შენ უბრალოდ უნდა აუწიო ტემპერატურას 5-6-7-ზე დაახლოებით, ცოტა ზეცვას ხავ ხოლმე და მარილი ჩაყარე, რომ პასტა მოვხარშოთ, ხო? სანამ პასტა იხარშება, ბოსტნეული საჭრა უნდა დავიწყოთ. ოკეი? მიდე. როგორი თვლით ხოლმე? აი მარილი გაქცი ნახე. მე პირადად ვითვლი ხოლმე, რომ საკარაკარაკა დუკუ ჩაკატა. კაი, მე საკარაკარაკა. სანამ წყალი ადუღდება, ჩვენ შეგვიძლია რომ ბეკონის ჩიფსი მოვამზადოთ. ეს შეგვიძლია მოვავთავსოთ მიკროტალღურ ღუმელში. ნახე 3-4 კიდე ჩაყარე, ხო? მერე გავითვალისწინებთ სალათს აღარ დავამატებთ ბევრს. რატი, კაი? ზეთით ჩავასხათ და დავიწყოთ ბოსტნეულის დაჭრა. თამუნა მე შემაქ შეკითხვა. აი აქ რა? ფერი აქვს შეცვლილი. აი ესეთ შემთხვევაში მხოლოდ ცარიელ წყალში არ ხარშავ ხოლმე. შეიძლება დაფნის ფოთოლით შეურიოთ და ამ შემთხვევაში მაქვს ბოსტნეულის კუბიკი, ბულიონი. ბულიონი, აბიუტერო ბულიონი იყო. უფრო ამდიდრებს პასტის გემოს, ხო? დაფნას ჩემი დიდი ბები ახმარობდა ლობიოში, ბორში და ხორციან კერძებში. აი რა მაინტერესებს. აი აქ როგორ არის, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ავიკითხე რომ დაფნა ძალიან კარგია, ულამაზესი თვა რო გაქვს აი თმის ბოლო ეტაპზე გადავლებაში და კი, სხვათა შორის ბებიაჩემისგან მაქვს ეს რეცეპტი დაფნის ნახარში ბოლოს და კარგია, კარგი შედეგი აქვს ხოლმე. როგორც ჩანს უნივერსალური. ბევრი უნდა დაფნა. არა, ორი ამ შემთხვევაში ორი ფოთოლი საკმარისი იქნება, თუმცა მე ვიცი ადამიანები, ვისაც არ უყვარს დაფნის გემო და შეიძლება რომ გემოვნების მიხედვით. მოდი ესე ყველამ ვიცით რომ ძველი საბერძნეთიდან ჯერ კიდევ როცა დაფასებული მცენარეა. ამიტომ იყო ძალიან საჭირო, ძალიან ბევრი ზეთები შემცვლელია და ძალიან ბევრი ვიტამინები შემცვლელი დაფნა, მე ესე ვიცი. ხო არ ვცდები. კი, და ძალიან სასარგებლოა. შენ გააკეთე შენი საკითხი. ახლა მოდი იცი რა ვქნათ? კი, პირველი ხახვით შეგვიძლია დავიწყოთ. მერე სტაფილო, რაც მყარია, პირველი ის დავჭრათ. პომიდორი, კიტრი და ასე შემდეგ ბოლოსკენ შეგვიძლია. ყველი რაც არის ჩედარი. ესა? ხო, ამ ცელოფნებისგან გავათავისუფლოთ და რამდენი? სულ დაგჭირდება. ყველა? კი. მე მგონი ადუღდა ხო წყალი. კი. ნანუკა ძალიან სწრაფად მიდის წინ. მომეცი მე გადავაგდებ ამას. მადლობ.
შეფებს არ აქვს მოახლოების შესაძლებლობა, ეს პრეროგატივა მე მაქვს. 20 წუთი გვაქვს დრო, ხო? კი, აბა. მაკარონი ხო არ ჩავყარო მანამდე? კი, თუ ადუღდა, უკვე შეგვიძლია. ადუღდა. ცოტა მარილი დავამატოთ წყალში და შეგვიძლია ჩავყაროთ. როგორ? წყალში მარილი დავამატოთ. ერთი სუფრის კოვზი საკმარისი იქნება. შვენიერი. დავახუროთ? არა, უნდა ჩავყაროთ. კი ბატონო. აკეთებ სტამბოლში ესეც. სტამბოლში საერთოდ არ მაქვს ამის შესაძლებლობა. ავიღოთ ეს ხის კოვზი ან სილიკონის კოვზი და მოურიოთ, რომ არ დაიკრას. შეიმოხმარება საერთოდ არ დაგჭირდება, მე მგონი. ისე კარგად გეხმარება. ბატონო გოჩა. როგორ მუშაობს? სხვათა შორის რო შემოვიდა სტუდიაში, რაღაც ისეთი თავდაჯერებული იყო, რომ მე არ ვნერვიულობ და დიდად არ ვარ დაძაბული. თან ეთყობა, რომ განვითარებულია გეგმნარები. მიყვარს საჭმლის კეთება. კარგი, მშვენიერი. კიდე მოდი, ნიახურის ღერიც მანდვე დავჭრათ. ნახე, აი ეგ. თავი ბოლო მოვაჭრათ და გავყვეთ ხელნაჭრებად, აი ესე. აჰა. ამას თავის სიმლაში აქვს სხვათა შორის და რაღაცა საინტერესო გემოში აქვს სალათებში. ასე. ნიახურის ღეროს? სარგებელზე აღარ ვსაუბრობ, მით უმეტეს სალათში ბოსტნეულს არ კი, ნიახურის ღეროზე მაქვს საუბარი. ამ სალათში ბოსტნეულს თერმულად არ ვამუშავებთ, ასე რომ ცოცხალი ვიტამინები სავსე სალათი იქნება და რაღაცნაირად წარმომიდგენია ცეკვის დროს შესვენებაზეც კარგი იქნება ესე კონტეინერით. ამ სალათის წარება. გითხრათ, აი როცა დავიწყე სახში საჭმლის კეთება და მაგით ყვება, ეგრე ვაკეთებდი ერთი თვე. ეგრე კარგად ცხოვრებაში. ადგი გზნია თავი, ხო? ცხოვრებაში არ მიგზნია ეგრე კარგად თავი და ეგრე ენერგიულად. ამიტომ ყველას მოუწოდებ, რომ სახში გააკეთო საჭმელი და თან კონტეინერებით ატაროს. როგორც ჯიბეს, ისე ჯანმრთელობას თანაბრად მოუხდება. შვენიერი, მანდვე დავყაროთ მე ის ნიახურის ღეროებიც, ხო? როგორც კი ღერო გასკალდება, შუაზე გაჭერი, რომ ძალიან დიდი ნაჭრები არ გამოგვივიდეს. კაი, აი ეს. კი. აი ეს, შვენიერი. შემდეგი შეგვიძლია სტაფილო გავწვან და ჩავხეხოთ, პირდაპირ ჯამში შეგვიძლია რომ ჩავხეხოთ. რა ისე ჭრი მაგას, რომ რაღაც გამოცდილება დიდი გაქვს. სახში ვაკეთებ ხოლმე საჭმელებს, მიყვარს ძალიან. მიყვარს ძალიან. აქვე დავამატო, ხო? შეგიძლია მან დაამატო და მე ზემოდან ოჩა. სხვათა შორის სამზარეულოში სისწრაფეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ვინც ცეკვავს, განსაკუთრებულად კარგად მოძრაობენ ხოლმე სამზარეულოში. კი, მოცეკვავები. კი, აი ზუსტად. შეგიძლია იმოძრაო. აი მე როცა სპორტზე დავდიოდი ბავშვობაში, პირველ რიგში გვასწავლა ტრენერმა, როგორ დაეცე. სპორტულად დაცემა, ხო, რომ არაფერი მოიტანო. არაფერი მოიტანო. ესე შუაზე და რომელ სპორტზე? გავხეხოთ, დატი. მე იცი რა ვშვები ხოლმე, ზეთსაც უმეტე. ზეთი არ შეიძლება საერთოდ, იმიტომ მართლა? ზოგადად ანუ წყალში რო ზეთი ჩაასხახო გინახეთ, ანუ ერთმანეთში არ იხსნება, რეაქციაში არ შედის. ამიტომ ეს უბრალოდ ქართული მითია, რომ ხო, თითქოს არ მიიკრავსო. როცა ამოიღებ, მაშინ შეგიძლია თვითონ მაკარონს ზეთი დაასყარო, ერთმანეთს არ მიეკრას. მან დაზრი არ აქვს. ხედავ შენ, მადლობა. მე მგონი ჩვენი ბეკონიც უკვე სათ არის, შეგვიძლია გამოვიღოთ, მაგრამ დაგეხმარების ცხელი იქნება და შეიძლება ხელი დაიწო ერთ წამით. მოცეს არ. ცხელი. ზედარი? კი. ამას იმისვიზან დავასრულე. ნახე რა, აი, რა გემრიელი სუნი აქვს, ნახე. ძალიან. აი ნახე რა გემრიელი გამოგვივიდეს. აუცილებლად ვიგებთ დღეს. აქ რა ხდება? რა ხდება და ვიგებთ? ეგ დარწმუნებულია, იმიტომ რომ შენი ბუნება ეგეთი ლიდერის. ხოჩა. მაგრამ რადიკოს შემიძლია რომ დავუთმო დღეს, არ არის არა, ეხლა ისე დავუთმო და ჩემი მეგობარია ჩვენთან არ მოსულა. ამ კონკურსში ეგ არ მოსულა. აი საქმის სახლიდან, აი ოჯახში რასაკეთებ ხოლმე? სიყვარული, ახლა ყველაფერი უნდა გააკეთო სიყვარულით. ნახეთ, ძირითადად შვილს ვემსახურები მაქსიმალურად. 12 წლის არის. ოჯახ? რა ქვია? თაისია. სახელიც კარგია, ვინ დაარქვა სახელი? ერთობლივი გადაწყვეტილები მშობლებმა. რა უყვარ შენ შვილს საჭმელში? ყველაფერი გემრიელი, დედას გავს და მამასაც მაგაში. ბავშვებს უყვართ ხოლმე რა გამოძახებები და ეს არა, ძირითადად სახში გაკეთებულს. ძალიან კარგი. ჩვენი სალათი გარდა იმისა იქნება ჯანსაღი, იქნება ძალიან ლამაზიც და აი შეგიძლია კარინას მოუგზადო. დაულაგებია, ნახე, ყვითელი, წითელი, მწვანე. იმიტომ თვალი კი, ლამაზი. ემზიდველი იყოს. მე საკმაოდ გურმანი ადამიანი ვარ. ჩემთვის იწყება.
მოდი ეს დაგემონება აი აქედან. მართლა, თავარია გემრიელი იყოს. გემრიელი იყოს. ახ რა თქმა უნდა აქვს ყველაფერს, მაგრამ გემოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იცი როგორ უნდა გააკეთო? უნდა ჩაუსვა, აწიო და ისევ ჩაუსვა. ეს ზემოთქვემოთ არ გააკეთო. გასაგებია. ანუ ესე რო აკეთებ, ესე რო შვები, უფრო არ იმაში. ჩაუსი, გამოწე, ჩაუსი, გამოწე და უფრო სწრაფად აკეთებ და მარტივად კი. თან ფორმატს ეძლევა ისე. აქ რა ნიუანსებში არის აბა რა. იდეალურად. სხვათა შორის მინდა ორივე მიცოეთ, რომ ჩვენთან ბევრ რამეს სწავლობენ. აი დამარცხებულებიც კი ბედნიერი გადის ამ სტუდიიდან, იმიტომ რომ მან ერთი თავი საჭმლის კეთება იცის. გააგზელი ჩემო კარგი. საკმარისია თუ დავამატო? საკმარისია. პასტა კარგი, ადვილი საჭმელია. მე მინდა იმის კარბონარას სწავლო. ხო, კარბონარაც კი. რატი თან გააკეთე და მე როცა სამზარეულოში ვარ ხოლმე მიყვარს მუსიკის მოსმენა. დაახლოებით რა ჟანრის მუსიკას ანიჭებ უპირატესობას? სიმართლე რო გითხრათ, ყველა ჟანრი. ვარგიშნი ხელმეს რომ გესაუბრებ. ყველა ჟანრი მიყვარს და აბსოლუტურად ანუ მუსიკა თვითონ მუსიკა თუ მომეწონა ჟანრს ასე ვთქვათ, ჩემს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აი ესე თუ მიუდექით და ვთქვით სიმართლე რეპი მიყვარს. არე რეპი მიყვარს რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ არ უნდა გამიკვირდეს, რატო უნდა გამიკვირდეს? ბავშვობიდან სხვა მუსიკას უსმენ. მაგერს უსმენ, სამეჯლისო რა თქმა უნდა მიყვარს, მაგაზე ვგიჟდები, მაგრამ ზოგჯერ აი ხა როცა დავამთავრებ ხოლმე ვარჯიშს და ყველაფერი კიდე სამეჯლისოს გაგონება აღარ მინდა ხოლმე. იმიტომ რომ ისე რამდენი წლის იყავი აი პირველად რომ დაიწყე ცეკვა. და ხა როცა მშობლებს იქ მიყავდი და თითქმის იქ აღარ დაბადებული ეს გასაგებია. ცეკვა როდესაც დავიწყე, ვიყავი. დაიწყე პირველი მოძრაობები. 6 წლის ვიყავი პირველად რომ დავიწყე ცეკვა. მამამ რა გითხრა? მამა არაფერი ისეთი არ ვთქვია. სკოლაში რო სწავლობდი პირდაპირ ჩემი სკოლა სტუდიასთან ახლოს იყო. პირდაპირ გადავდიოდი ხოლმე ეგრევე სტუდიაში და გინდ თავიდან როცა არ ვცეკვავდი. მაინც მანდ ვიყავი მთელი დღე. აი რა მაინტერესებს რომ თქვენ სტუდიაში, ცნობილ სტუდიაში, რომელიც საქართველოში ძალიან ცნობილი სტუდია იყო, ყოველთვის იყო დიდი კონკურენცია. შენ თანატოლებშიც და ზემოთ უფროს თაობაშიც. აი გაკებდნენ ხოლმე მშობლები? უფრო მეტად დედა. უფრო დედა, ხო? მამას ყოველთვის უფრო მეტად იყო ისე რომ არ იყო კმაყოფილი იმითი რაც მივახცია, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა და რომ უფრო მეც მივახცია. სულ ყოველთვის. სადავრი გაჭიჩილაძეები ხარ? ზესტაფონელი, წევა. მე ზესტაფონიდან ვარ. წევაშიც რო ავდივართ ხოლმე, იქ სულ ყველა გაჭიჩილაძე. კარგი, ახლა მე შენ გეტყვი წევიდან ახალ, ხო? კი. წევასთან იქნია ზესტაფონიც. კი. ერთი გარბენა. ახლოს ვე არის 5 წუთშივე გადახვალთ ასე. აი ხა ერთ რაღაცას გეტყვი და მე გადავალ ნანუკასთან. აი როგორი ხასიათი გაქვს, რატომ იცი, აი სახეზე შენ ხარ უფრო ისეთი რაღაც მობილიზებული, უფრო ისეთი, აი მოცეკვავე შენზე ვერ იწყის, გადამე შენზე უფრო მეცნიერი სახე გაქვს, უფრო ისეთი ჩაფიქრებული, რაღაც ყოველთვის რაღაცას მოფილოსოფოსი. აი როგორი ადამიანი ხარ, როგორი ხასიათი გაქვს? ძალიან ლაღი ადამიანი ვარ, ძალიან უპრობლემო ადამიანი ვარ და აი ხა როგორც დამახასიათეთ, თითქმის ყველა ესე გეუბნება, ხო? კი, თავიდან იუმორში როგორ ახარ? იუმორში კარგად ვარ. სტრესის მოხსნაში ალბათ იუმორიც გეხმარება. იმიტომ ძალიან დაძაბული ცხოვრების წესი გაქვს, ფიზიკურადაც და გონებრივადაც. აი ეგრე დაძაბულს არ ვიტყოდი, იმიტომ რომ როცა გიყვარს საქმე რასაც აკეთებ, ანუ ეგეთი დაძაბული აღარ ახარ, იმიტომ რომ უბრალოდ მაინტერესებს, ვიცი რომ სულ მალე შვილს ელოდები. აი როგორი გზნობა? თავიდან ბოლომდე ჯერ კიდე გააზრებული არა მაქვს ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ ნუ კარინას რა თქმა უნდა მუცელი ეზდება, ცოტათი ასე ვთქვათ, ხვდები, მაგრამ როცა გამოვა ბავშვი და რომ ჯერ ბოლომდე გააზრებული არა მაქვს, არ ვიცი როგორ ავხსნა კარგად. აი თქვენ კარგი, მაშინ თქვენ შენ და კარინას სიყვარულის ისტორია მე მომიყევ, ეხლა ნანუკას მივხედავ, შენ ამას მიხედავ. მე ამას მიხედავ. აქ რა ხდება? ნახევარზე მეტი წინ ვართ უკვე. კარგი, მაშინ შევანელებთ. თქვენ ბეკონი უკვე მზად გვაქვს? ნანუკა, შენ ძალიან დიდი ბიოგრაფია გაქვს, აი ამ წლებში პატარა გოგონა ხარ, ძალიან დიდი ბიოგრაფია, ძალიან წარმატებული კარიერა გაქვს. მადლობა. და ყველას აინტერესებს აი შენი გვარი.
სტამბოლიშვილი, ხო? დიახ. აი რამე კავშირში არის დედაქალაქთან? არა, ანკარა კი არ დედაქალაქი, მაგრამ თურქეთის ამ ერთ-ერთ დიდ მეგაპოლისთან. არანაირ კავშირში არ არის. არანაირ. არა. დაემთხვა. კი, სტამბოლიშვილი მოხვდა სტამბოლში. მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ქართველები არიან, ქართული წარმომავლობის, ჩვენებურები. ლაზები და ძალიან ბევრი ჩერკი, კავკასიელები არიან ძალიან ბევრი და დაახლოებით მე როგორც ვიცი, თურქეთში რამდენიმეჯერ ვარ ნამყოფი, მითხრეს მაშინ რომ დაახლოებით ქართული გენისა და სისხლის მათ დაახლოებით 10 მილიონამდე არიან. სხვადასხვა რეგიონებში, რა თქმა უნდა. როგორ მოხვდი ამ დიდ ინდუსტრიაში? ზღაპრულად მოხვდი. ცოტა დაუჯერებელი ისტორია მაქვს. ჩემმა ძვირფასმა რეჟისორმა, ჩემმა მასწავლებელმა, ბატონმა აიჰანოზენმა მიპოვა ინსტაგრამის მეშვეობით და აი იქედან მოხდა ჩვენი გაცნობაც, დაპატიჟებაც, მიწვევაც და ყველაფერი. რამდენ ხანში ისწავლე ენა? გადაღებები რო დაგვეწყო, ნელ-ნელა პრაქტიკის საშუალებით, უკვე პირველი სეზონის ბოლოს საუბრობდი ჩვეულებრივად. რა მაინტერესებს? აი თავიდან გაგიჭირდა? აი როგორ იმახსოვრებდი რა ტექსტს? თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ მთელს სეტზე, ანუ მთელს ჯგუფში, ყველა თურქულად საუბრობდა და მე მხოლოდ ერთი ქართველი თარჯიმანი არა, ენა არა, არაფერი არა და ნახევარზე მეც კი არა, 80% ვერ ხვდებოდი და შესაბამისად რთული იყო. მაგრამ არტისტული რეაქცია ჰქონდა. კი. ესე იგი ნიჭიერი ადამიანი ხარ, იმიტომ რომ მე პროფესიით რეჟისორი და მსახიობი ვარ, ამიტომ ვიცი ეს რას ნიშნავს. აი ხლა იტალიაში გავაკეთეთ ახალი სპექტაკლი ბელინის თეატრში, ოპერა დაისი გავაკეთეთ მე აბესალომი და მე იტალიური არ ვიცი. და თარჯიმანი ვერ წვდებოდა ყველას, მაგრამ აი რასაც ქვია ესეთი პროფესიონალური ენა ვიცოდით ყველა ხდებოდა რა გვინდოდა. ხო, აი რეჟისორი როგორ მიხსნიდა ხოლმე, იცით, ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, რადგან ამ პროფესიის ხართ, ზუსტად გაიგებთ, გრძნობა რა ემოცია მჭირდებოდა. და აი როგორც პატარა ბავშვს, ისე მიხსნიდა ხოლმე ყველა სცენას და ნუ ტექსტებს რაც შეეხება. ეხლა მოდი მე ვიტყვი რომ აი შენ გავს ფანტასტიკური ეკრანული თვალი. რომელიც ძალიან საჭიროა ეკრანისთვის. ესე იგი ემოციური თვალი გაქვს, ფიქრობ შენი თვალი. მოდი ესე ვიტყოდი რა, ძალიან მოულოდნელი სახე ხარ ეკრანისთვის. ხარ ქართულიც და თან არა ქართულიც. ამას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი აუდიტორია ყავს თურქეთის აი ამ ზარმაზარ ინდუსტრიას. მე ვიცი რომ ძალიან უყვარხარ. ქართველებთაც უქონდა ხოლმე შეხვედრა, იქაურ ქართველები. რა თქმა უნდა, ჩვენი ძვირფასი ემიგრანტები, ეს ხალხი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ძვირფასი და ძალიან მნიშვნელოვანი მათი ემოციები, როგორ ამაყობენ ჩემით. მაგას არა მარტო იქაკაც ამაყობენ შენი. არა, რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ ემიგრანტებზე გვაქვს ხა საუბარი, როცა ეს სამუშაოდ არიან წასული, ესეთ რთულ ყოფაში და დასასრულებლად დაისვენო. ხო, და ყველაზე საამაყო არის ის, რომ აი რო გეუბნებიან, რომ აი ჩემს უფროსებთან ამაყობ მე შენით და ძალიან დიდი გზნობა. და აი დიდი ხნის ადრე 150-100 წლის წინ წასული ქართველების შავამავლებს თუ ხვდები? ჩვენებურები, რა თქმა უნდა, ხვდები კი არა, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ეს ხალხი დღემდე ქართულად საუბრობს და ეს არის ძალიან ძვირფასი რამ. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ამდენი წელი არანაირი კავშირი საქართველოსთან, ქართველებთან და ინარჩუნებენ ცეკვასაც, სიმღერასაც, ანუ ფოლკლორს, ძალიან კარგად. ენას თავისი ჯგუფები ყავთ, ანსამბლები ყავთ და ეს არის ძალიან დასაფასებელი რამ და ამიტომაც ვცდილობ რომ სულ მქონდეს კონტაქტი. კონდა ხო რაღაც ძალიან დიდ ვარსკვლავთან, ბაიერ შაჰინთან, ჩემი დიდი მეგობარი. აბა მოყევი, აბა თუ დაახლოებით რა ხდებოდა, როგორ შეხვდით ერთმანეთს? ბაიერ შაჰინს როგორ შევხვდით? ძალიან ბევრი საერთო მეგობარი ყავს და გავიცანით ერთმანეთი, ერთ-ერთი კონცერტი ჰქონდა ბათუმში, ჩამბრძანებული იყო. თბილისშიც არის ხოლმე, ხშირად თავის ქალიშვილებთან ერთად. აუ, ისეთი ნიჭიერი შვილები ყავს, 3 და ესეთი ჯგუფია. მოვიკითხავ გოგოებს. მართლაც ჩემს კონცერტში იყვნენ, ერთხელ დიდი კონცერტი გავაკეთე და იქ. ძალიან კარგი და ნიჭიერი გოგონები არიან და ისე მიხარია, რომ ესეთ მაღალ დონეზე სრულდება ეს ქართული მუსიკა იქნება თუ რაც იქნება, რა აქვს მნიშვნელობა. ძალიან ბევრი არა, მაგრამ რამოდენიმე ძალიან ცნობილ სერიალებში არის ქართული მელოდიაც. კი. აი განსაკუთრებით აქეთ შავი ზღვისპირეთის აი მოქმედება თუ ხდება შავი ზღვისპირეთში, აი მაშინ ხშირად კი არა მუსიკის გარეშე არ გამოდის. ვერ გამოვა. ვერ, იმიტომ რომ იქ იმდენი ქართველია.
ძალიან სასიამოვნო ამბავია. მიხედე. რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ ჩვენ დაბრუნდებით რატისა და კარინას სიყვარულის ისტორიით, რომელსაც რა თქმა უნდა, რატი მოგვიყვება, თუ ყველა დეტალს არ მოგვიყვება, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რაც საჭიროა, იმას მოგვიყვება. დროებით რეკლამაზე გავდივართ. დაბრუნდით რეკლამის შემდგომ კულინარიული დუელის გადაცემაში და ახლა როგორც შეკვირდით, მე შევეკითხებ და გავარკვევ უბრალოდ რატისთან რაღაც საინტერესო ისტორიას. რატი, შენ მეუღლეს ქვია კარინა. დიახ. სად გაიცან? აეროპორტში. აეროპორტში. როგორ? სასაცილო არის, იმიტომ რომ მაგ დროისთვის მე ვეძებდი მეწყვილეს, იმიტომ რომ ჩემი მეწყვილეს დავშორდით, ერთმანეთს ასე ვთქვათ, თვითონ ვერ გავუგეთ და მაგ დროს ვეძებდი უკვე მეწყვილეს და დავიწყე ძებნა საზღვარგარეთ. ჩემი ძმა გიგი გაჩიჩილაძე ის იყო წასული უკრაინაში, კონკრეტულად დნეპროპეტროვსკში კონკურსზე ჩასული. და ერთ-ერთი მსაჯი იყო მან, რომელსაც ჩემი გიგი იცნობდა და იმ მსაჯმა უთხრა, რომ როგორც ვიციო, შენი ძმა წყვილს ეძებსო და ყავს ძალიან კარგი გოგო. მე ასე ვთქვათ, ილაპარაკეს, გიგი მუთხრა, რომ ესე და ესე ჩემი ძმა ეძებს მეწყვილესო, ჩამოდიო და წადეთო. და ეგ იყო, როცა კარინა პირველად გავიცანი აეროპორტში ჩამოვიდა, რომ ასე ვთქვათ, გვეცადა გამოგვიდა და თუ არა ერთად დაინახე რა მოხდა. მოხდა ქიმია. პირველად მე კარინა რო დავინახე, ჩემი აზრი იყო, რომ ეს გოგო აუცილებლად ჩემი იქნება თქო. და კარინამ პირველად რო დამინახა, კარინას პირველი რეაქცია იყო, რომ აბსოლუტურად არა. ყავის კურტკა მეცვა და აი მაგ ყავის კურტკამ ასე ვთქვათ, არასწორად ითამაშა, იმიტომ რომ ეგონა რომ ვიყავი ძალიან მექალთანი. ესე იგი გარეგნობამ და ჩაცმულობამ შეაცდინა კარინა. და 10 დღე ჩამოვიდა. მე ვიცი რომ მექალთანაც იყავი. კი. და ამერიკაში. ეს ვიცი გამიგია და საკმაოდ ამერიკაში არა ნერვიულად ახლა კარინა მაგ თემებზე არ ლაპარაკობთ. არა ხა ახალგაზრდა კაცისთვის ეს მოსულა სანამ დაუჯახე. ეგ ყველაფერი კარინა, ჩემი ისტორიები კარინა მიცნ მონაყოლი მაქვს, არაფერი ასე ვთქვათ. ყავის კურტკიანი ამბავი. რა თქმა უნდა თქვენი ამბავია გასაგებია. აი კარინას გული როგორ მოიგე? კარინას გული ნელ-ნელა. თქვი რომ კარინა არ შეხვდა ისე. პირველი და მთავარი რაც მოეწონა კარინას ჩემში იყო ის, რომ ძალიან მიზანდასახული ვარ. იმიტომ რომ პირველი რაც უთხარი, რომ როც დავჯექით და ასე თქვა დავილაპარაკეთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება ჩემ წინ ყველაფერს გადავიტან, იმიტომ რომ აქ მიზანი და მინდა რომ მაგ მიზანს მივახციო, რომელიც იყო ასე ვთქვათ საქართველოს რო გვესახელებინა ჩვენ ვედესე. ეს იყო შენი მიზანი. კი. და პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დიდების წყვილი ვართ, რომლებიც შევიდნენ ტოპ 50-ში მსოფლიოსი და კონკრეტულად ვიყავით 51 ადგილზე და უკვე 50-ში რო შედიხარ ჩვენ ფედერაციაში მაგას ვარსკვლავურ წყვილს ეძახიან. ყველაზე ასეთი ძნელი კონკურსი რომელი იყო შენი? ყველაზე ძნელი კონკურსი ჩვენ ფედერაციაში არის Grand Slam-ი. Grand Slam-ი ქვია და მანდ მიდიან, რავი, აი ყველა აბსოლუტურად ყველა ტოპ წყვილი. მე როგორც ვიცი, შეიძლება დილეტანტურად ისო აკითხვას, რამოდენიმე ურთულესი ცეკვა უნდა შესრულდეს, ხო? ორი პროგრამა გვაქვს, ასე ვთქვათ, არის სტანდარტი და ლათინი. სტანდარტი არის რაც დგომში იცეკვება. ანუ როცა დგომში დგანან და სულ ეგრე არიან, ლათინი არის უფრო თავისუფალი. მე და კარინა ლათინის მიმართულებას გავყევით, სტანდარტით არ გამოვდიოდი ჩვენ კონკურსში. და ლათინში შედის სამბა, ჩაჩაჩა, რუმბა, პასოდობლე და ჯაივი. აი ხუთივე ცეკვა უნდა იცეკვო ყოველ მაღალ დონეზე. ყოველ ტურში, აი მაგალითად და მე ხდება გაცხრილვა. კი, მერვე ფინალიდან თქვათ დავიწყეთ, ხუთივე ცეკვას ვიცეკვებთ, თუ ხუთივე ცეკვა მსაჯები დაგიწერენ ასე ვთქვათ პლუსებს გადასასვლელს და ასე ნელ-ნელა გადადიხარ შემდეგ ტურში. კარგი. ნუ რა თქმა უნდა თუ კარგად ცეკვა. კარგად ცეკვავს, ხონერთ იქ ვერ მოხვდები. კი. აი, კარინას რა უყვარს? აი, დავუბრუნდეთ ახლა, მოდი ერთ წუთით სამზარეულოს რა უყვარს? კარინას უყვარს ყველაფერი. ქართული კერძებიდან. ქართული კერძებიდან კარინას უყვარს ჩიხით მაუყვარს ძალიან. კარინას უყვარს ხინკალი რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, კაბაბიც ძალიან უყვარს. და მე ვიცი რომ კარგ ბორშს აკეთებს. ბორშს აკეთებს სასწაულს.
აი როგორ აკეთებს კლასიკურს ხორცით აკეთებს თუ შეუულია ქათმის ხორცით, შეუულია ხორცის გარეშე, შეუულია ძროხის ხორცით. მე პირადად რომელი არის ესეთი კარგი, მოდი ესეთ ვიტყოდი, ყველას გემოვნებით არის, მაგრამ შენი ხო, აზრით. გემოვნების ამბავი ზოგ საერთოდ არ უყვარს ხორცით და ხორცის გარეშე, ნუ ეს უკრაინული ეს კერძია და ძროხის ხორცით. ხო, თემო. მე პირადად ძროხის ხორცით მიყვარს. ძროხის ხო, ხორცით. მე მოგეთათ იცი როგორ არის, აი დედაჩემი რო აკეთებდა ხოლმე. აი ხა ძალიან ცნობილი არის რომ არაჟნით უნდა ჭამ. დედაჩემი გეუბნებოდა რომ კარგავსო ისო იმ გემოსო რომ და ეს არის ცოტა უფრო შელამაზებული ვარიანტი. შელამაზებული ნოყიერებას მატებს თუ არ აქვს ხორცი. ხორცენ და არაჟანი უკვე ძალიან მძიმეა ჩემთვის, მაგრამ კი, გეთანხმები. ზოგ სხვა წვიანებშიც უყვარს არაჟანი რატი? როგორც. აი ცალობა როგორ თხოვე. რაიმე ორიგინალური რამე როგორც იცი ახლა თუ ჩვეულებრივად ისე. არაფერი ორიგინალური. მამა პაპურად კლასიკურად. ცეკვის დროს. არც მამა პაპურად, არც კლასიკურად არაფერი ორიგინალური მანდარი იყო კარანტინი. ბიჯექით სახში. უსაქმურად ვიყავით, არაფერი საქმე. კი. არაფერი საქმე ჩვენ არ ქონდა. რა გავაკეთოთო, იმიტომ რომ უსაქმურად ვიყავით და რამე სიხალისე უნდა შემოვიტანოთო და წავედით იუსტიციის სახში და მოვაწერეთ ხელი. ოჩახ. მეგობრებთან ერთად ერთ 3 დღე კარგად გავერთეთ. მაშინ კიდე ისეთ ქართულ კითხვას დაგისვა. ვაგისმენთ. ძალ მული როგორ არიან ერთმანეთში. ძალიან კარგად. თორე შორენ არის ზე პროფესიონალი. მე ვიცი რომ ძალიან ბევრი წლების განმავლობაში შორენასა და გოჩას დუეტი იყო ყოველთვის სამეულში იყვნენ ამერიკის მსოფლიო სამეულში იყვნენ და ამერიკის ვიცე-ჩემპიონები იყვნენ და ჩემპიონების გახდნენ დაახლოებით ესე ვიცი და აი როგორ აქვს ხომ რაღაც შენიშვნები შორენას აი ცეკვის დროს მაგალითად ან და თუნდაც სახში ცეკვის დროს ისედაც მეც და კარინაც როცა მივდივართ უბრალოდ ვეკითხებით იმიტომ რომ თვითონ გოჩაც და შორენაც არიან თავის საქმის უმაღლესი პროფესიონალები და სულ ყოველთვის საინტერესოა მაგათი იდეის და ასე ვთქვათ პასუხის მოსმენა როგორი ზარეული ახლა მითხარი რომელი შორენა შორენა არის მშვენიერი მზარეული როცა უნდა როცა არ უნდა ისე რა და შორენა აკეთებს ძალიან კარგ ლობიოს მართლა ძალიან კარგ შავლობიოს აი იმერულმა გენმა სად იყვირა წევა მამა ჩემსაც უყარდა ძალიან ლობიო და მეც მე მგონი ნანუკამ მოიწყინა ეს რატის და კარინას მიუძღვენი აჰა რატიკო შენ და კარინას მოგიძღვენით, ნახე? გული. ღიმილი. აი რა გატაცებები გაქვთ? მღერი, ცეკვა, ვიცი რო ცეკვა, უკრავ, თუ ხატავ, თუ რა? იმიტომ რომ ხა ისე კარგად გააკეთეს გული, რომ ესე იგი. ხო, ხატვის ნიჭი კი მაქვს, იმიტომ რომ მე ჩემი სამოსის ხაზი მქონდა, ეხა შეჩერებული მაქვს, მაგრამ დიზაინერიც ვარ, ქართულ ცეკვას ვცეკვავდი. მუსიკა ძალიან მიყვარს. რა ვიცი, ხელოვნება მიყვარს ზოგადად და შესაბამისად. როგორი მუსიკა გიყვარს? კლასიკური თუ უფრო თანამედროვე? იცი რა, ყველა მიმდევრობას უსმენ, მაგრამ უფრო კლასიკა, ჯაზი მიყვარს ძალიან. მე ძალიან მიყვარს ჯაზი. აი მე მიყვარს ძველი ჯაზი, აი ესეთი კინგ კოლი, ელა ფიჯერალდი, ლუი ამსტრონგი, ბილი ჰოლიდეი და ასე შემდგომ დიდი სამოვნებით მოусმენდი, ვითმეტე შენთან ერთად. აი როცა ისვენებ და ვიცი რომ ძალიან ცოტა დრო გაქვს ხოლმე. აი სად ხვდები, სად შერდები, სად აი ვისთან ერთად ახარ სამეგობრო ვინ არიან ძირითადად თურქები თუ შენი უფრო მეტად სხვა ერისა ეროვნების ხალხი არის ძალიან ბევრი თურქეთში. თურქი მეგობრები მყავს, ძალიან კარგი მეგობრები შევიწინე. ძალიან ძვირფასები არიან ჩემთვის და ესე თავისუფალ დროს ვცდილობთ რომ ესე შევხვდეთ ხოლმე და გავეტაროთ. თუ ამზადებ ხოლმე ქართულზე იქ რაიმე? არ მომცემია ეგეთი მსგავსი საშუალება სამწუხაროდ. ფიქრობ რომ კარგი იქნება. შენს მყავს მეგობარი, რომელსაც ცეცზე მოაქვს ქართული საჭმელები და შესაბამისად ესე უმასპინძლები. კარგი, მაშინ ესეთი კითხვა მინდა დაგისვა. გვანან თურქები და რით განსხვავდებიან ერთმანეთს? აი ჩვენგან რით განსხვავდებიან? აი ხასიათით დავუშვათ. ჩვენ იცით რა არის, ისეთივე თბილები არიან დაახლოებით, ეხლა მთლად ჩვენსავით შეიძლება ვერ, მაგრამ ძალიან თბილები არიან. და ბოდიში რო ჩაგერთვები, ვიცი რომ ძალიან დიდი ოჯახის კულტი აქვს, ოჯახის. კი და ძალიან ისეთივე
როგორიც ჩვენი და ჩემი მაგალითად მე ძალიან დიდი ოჯახი მყავს. მე აჭარის წარმომადგენელი ვარ და შესაბამისად იქ სანათესაო ესეთი კულტი ძალიან მაღალ დონეზე გვაქვს და შესაბამისად ძალიან ახლოს არის ეს ხალხი ჩემთან. წლები გავიდა, თან იმუშავე და აი მიეჩვიე თურქულ კულტურას, თურქულ მეგობრებს. გენატრება ხოლმე? კი, ეხლახან საქართველოს გენატრება. საქართველოს სულ გულში მყავს და სულ მენატრება რა საპარაკო მთელი ოჯახის წევრები სამეგობრო აქეთ მყავს და ჩვენთან კი ვიცი პოპულარობა რას ნიშნავს, ვარსკვლავობა რას ნიშნავს. ძალიან უცებ ხდებიან ჩვენთან ხანდახან ვარსკვლავები. და ძალიან მალევე ქრებიან, მაგრამ აი იქ როგორ არის? აი ვარსკვლავი ხარ. ამას გძნობ ქუჩაში თუ თურქეთში? კი, როგორ არ გძნობ. ისეთივე თბილები არიან, როგორც ჩვენ განმეორდები და სხვათა შორის საქართველოში ამას მე პირადად არ ველოდებოდი. და ეს რეალობა რო დამხვდა, ისეთი ბედნიერი ვარ, ისეთი ბედნიერი. აი რას ნიშნავს შენთვის ეს გამარჯვება? რომელი გამარჯვება? აი აქ როცა გაიმარჯვეს რამოდენიმე დღის წინ. ძალიან ეს ნახეთ სიტყვებსაც ვერ პოულობ. ელოდი? მოლოდინს არ ვიქნევ ხოლმე. როცა პროექტს ვიღებ და რაიმე საქმეს ვკიდებ ხელს, მაქსიმალურად ვერთვები, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვდებ ხოლმე და შესაბამისად შედეგს ვიღებ. მაგრამ ვცდილობ, რომ ეს ზედმეტი ფიქრები დავბლოკო, იმიტომ რომ კონცენტრირებაში ხელს მისვლის. და ამიტომ ზედმეტი მოლოდინებისთვის არ მცალია. კარგი, ახლა მე შენ გიყურებ, როგორც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. და ახლა შემიძლია ესეთი პორტრეტი გავაკეთო შენ ძალიან მაქსიმალისტი ხარ? ძალიან. ძალიან ნონდომებული ხარ და რა მიზანსაც დაისახავ, მას უნდა მიაღწიო. და მოდი ესე ვიტყოდ კიდე, რომ ყველა გზები ამ მიზნისთვის არ არის შენთვის მისაღები. არავითარ შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში. ამიტომ ეს არის ის ხასიათი, რაც სხვა შორის ეკრანზე ჩანს. მართლა? მე არ გულისხმობ შენი გმირებს როგორ ანსახიერებ. ხა როცა პროფესიონალი ხარ და უყურებ მსახიობის ოსტატობას, ვიტყოდი ოსტატობას, მაშინ შენ ხვდები უკვე მეორე, მესამე პლანს უყურებ და ხვდები რომ ეს არა მარტო იმას თამაშობს, რაც სიუჟეტურად უნდა ეთამაშოს, არამედ იმ ემოციას და იმ ადამიანურ კიდე მაშინ რაც არის ის მოაქვს. აი ეს გაქვს. და ამიტომაც გახდი ესეთი ვარსკვლავი. კომპლიმენტად ვღებულობ ამას. არ კომპლიმენტად, თუ გინდა კომპლიმენტად ვიღებ, მაგრამ ფიქრობ ეს თვისებაა ხასიათისა თუ ეს მერე და მერე წამოვიდა. თუ ჩამოგიყალიბდა ოჯახში. ყალიბდება ხო ოჯახის წევრების, მიდგომები, აღზრდის წესები. ერთი ყავხართ? არა, ძმა მყავს. უფროსი? მირიან სტამბოლიშვილი, ჩემზე პატარაა წლინეხევრით. ეხლა კიდე რა მაინტერესებს, მე მაგალითად როცა პატარა ვიყავი, დედაჩემი არასოდეს არ ითხოვდა ჩემთან, რომ აი ბავშვად პირველი ყოფილიყავი, ხუთასანი ყოფილიყავი. ის მეუბნებოდა, ისე იცხოვრე, როგორც შენ გინდა. ოღონდ ეს რა თქმა უნდა რაღაც, მოდი ასე ვიტყოდი, საზღვრებში, პატარა როცა ხარ. აი შენ ესე გძდიდან რომ უნდა მიაღწიო მიზანს და დასახულა როგორც პიანისტები არიან ხოლმე პატარა ბავშვები უნდა გინდები და მე როცებ რო ქრებიან არა არანაირი მსგავსი არაფერი ყოფილა უბრალოდ ჩემი მშობლების და დედაჩემის განსაკუთრებით სურვილი იყო რომ ჩემს გამო უბრალოდ შენიშვნა არ მიეცათ ეს იყო მისი სურვილი და შესანიშნავი რაღაც ხო შენიშვნა ეს ძალიან ისეთი ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა და იმხელა სიყვარულში და სითბოში გამზარდეს ამ ჩემმა დიდმა ოჯახმა, რომ ესე დღემდე ვარიგებ და არ მთავრდება. და ჩემი მიზანი იყო ბავშვობიდან და არის და ესე გაგრძელდება ცხოვრების ბოლომდე, მინდა რომ იამაყონ ჩემმა მშობლებმა, ჩემმა ბებიამ, დეიდამ, ანუ ჩემო ოჯახის წევრებმა. და ჯერჯერობით გამომდის ეს. კარგი, მაშინ შენმა კითხვა დაბადა. აი 10 წლის შემდეგ საწარმოგიდგენია თავი. ბედნიერი მინდა ვიყო და სად ვიქნები არ აქვს მნიშვნელობა. აი რა არის ბედნიერება შენთვის? ბევრი წვრილმანი ერთად. ესე ხო ეს მოხდება და გავბედნიერდები მსგავსი ჯანმრთელად მიმყოფოს ოჯახის წევრები უფალმა მეგობრები ჩემი საყვარელი ადამიანები და ვიყოთ რა ვიცი წარმატებულები რა თქმა უნდა აი ახლა როცა დედაზე ყვებოდი გამახსენდა დედაჩემი როცა უკვე აი 13-14 წლის რო ხარ და აი ყველაფერი რო განგრევს და თან არიცი ვინა ხარ და ესეთი და დედაჩემი მითხრა ერთხელ ესე დამიქნა ხელ თავის ოთახში მომითხრა გოჩა მე არ გასწავლი შენ როგორ უნდა იცხოვრო მაგრამ ჩემ სახლიდან რომ მოვიდეს, მაშინ იყო მილიცია, პოლიცია და
იკითხოს კი შენ კი არა სხვა იკითხოსო მაშინაც კი იცოდე მოვკვდები. აი, ხო, მსგავსი ამბავია. ხო, და ამიტომ სულ ისე მინდოდა მეცხოვრე რომ დედა აი ეს ნათქვამი არ ყოფილიყო ისეთი ჩემთვის ზერელე და რა ვიცი ყოველ შემთხვევაში აქამდე ისე ვიცხოვრე რომ ეს სულ მახსოვს. ფრაზები გვამახსოვრდება და ამ ფრაზების მიხედვით ვაწყობთ ხოლმე ცხოვრებას და ჩვენი ცხოვრების სტილს და ასე შემდეგ. კარგი, ეხლა ისევ დავუბრუნდეთ პროფესიონალურ ესეთ კითხვას. აი ყავს გამორჩეული პარტნიორი, ვისანაც გინდა მომავალში ითამაშო. და ძალიან ბევრ ვარსკვლავებთან ითამაშე თურქეთში. არა, ნახეთ, მე მაქვს ესეთი მიდგომა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ჩემი პარტნიორი. აუცილებლად უნდა გამოვნახოს საერთო ენა. ის უნდა გახდეს ძალიან ახლო მეგობარი ჩემი, რადგან თქვენ ძალიან კარგად იცით, როცა პარტნიორებს შორის არის ძალიან კარგი ურთიერთობა, შედეგიც სახეზეა ხოლმე და ეს გინდა თუ არა მაყურებელთან ეკრანზე გადადის და გრძნობს მაყურებელი ამას. მაგრამ იცი რა არის ახლა, მოდი კი არ შეგეკამათები, მაგრამ კითხვას დავსვამ, კონტრკითხვას. მე როცა მსახიობობდი, ყოველთვის მინდოდა მეთამაშა რა თქმა უნდა რუსთაველის ეროვნულ თეატრში და რა თქმა უნდა მინდოდა მეთამაშა ყველაზე წამყვან და ძალიან მაგარ მსახიობებთან. ბატონი ეროსი მანჯელაძის გარდა ყველას მოვესწარი რუსთაველის თეატრში და თავს მივცემ მსოფლმოს, რომ აი რასაც თქვია ჩვენ ვამბობთ ხოლმე მასოვკა, ხომ? აიქაც კი ვიდექით ხოლმე ბატონ რამასთან, ბატონ მედეა ჩახავასთან და ასე შემდგომ მათ გვერდით. აი შენი აი რა არის ტოპ, აი ჰოლივუდი თუ რა? გამორჩევა არ მიყვარს ხოლმე განსაკუთრებით საქართველოში იმდენად ნიჭიერი მსახიობები და რეჟისორები ყავს ხოლმე, მაგრამ მაინც პირველი რაც გამიელვებს დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი სამწუხაროდ გარდაცვლილია ქალბატონი სესილია თაყეიშვილთან, ეს ქალბატონი არის ჩემთვის რა ვიცი ძალიან დიდი არტისტი. კი, არა მხოლოდ არ მინდა გამოყო, მაგრამ ეს სესილია რაღაცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი კარგი პროექტი, კარგი ფილმიც, კარგი თავარია, რაც შენ თქვი, რომ ბედნიერი იყო და ბედნიერი იყო ოჯახთან ერთად და ფიქრობ, რომ ყველაფერი წინა გაგვს და თუ ეს გადაცემა ხანდახან რაღაცას გაგახსენებს, ძალიან ბედნიერი ვიქნებით. წარმატებას გისურვებთ. ეხლა დაგემოვნების დროა და აი ეხლა იწყება, ახლა იწყება უკვე ჩემი და შეფების მოდი ესე ვიტყოდი პაეკრობა. ის როგორ ამოძრავდა, ნახეთ. ახლა ყველაზე კულმინაციური მომენტია, დაგემოვნების დრო დაგვიდგა. დროში ცოტა, აი ძალიან ცოტა წუთით, ნახევარ წუთით გადაცენ, მაგრამ კარგია, დავხუჭი ამაზე მე თვალები. აი ახლა კი უნდა დავაგემოვნოთ და შეფებს გთხოვთ, თამუნა, თემო, გთხოვთ, აბა. აბა, ნახოთ. შეცვალეთ კონკურენტები ხართ უკვე. რადიკალურად მე გავაგემოვნებ ყველაზე მთავარი. რადიკალურად განსხვავებული კერძია ორივე. მოდი მე ჯანკ-ფუდი და ჰელსი ფუდი დაეჯახა ერთმანეთს. ჰელსი ფუდი რომელია? ეს. ჯანსაღი, ხო? ხო, აბა ის როგორ იქნება? არა, მინდოდა შენ. შეცდენა უნდა და ვერ მიხდი. მე ხო ის ჩატევას ჩაყოლაჯობია ნერვიულობ. არა. არა. მე წავალ ჩემს რადიკოსთან დავდგები. ციტრუსის ისინი მოდის. ნოტები, ხო? აბა. ხო. ჩემი კერძი ვიცი რაც არის. კარგი, ახლა მეც აქ ყვებით. დრო რომ მქონდეს მოფიქრების და უფრო დაგემოვნების და ასე შემდგომ. თუმცა მე კი ვარ დიეტაზე, მაგრამ ახლა ეს მოდი მე დავიწყებ შეფასებას. მიზამს ცოტა. ჩვენ გაზაფხულში გადავედით და თქვენი კერძი თითქოს ისევ ზამთარია, თუმცა ძალიან თოვს. ამის დაუდარეთ, ხო? ძალიან ნოყიერი, ძალიან გემრიელი, თუმცა ნაცნობი გემოა. და ჩვენი სალათი ისეთი ფერადი, ხალასი, სასარგებლო და გაზაფხულს რო შეეფერება ეგეთიან, ანუ კაკ ეგეთი წესებია. არ არის პრობლემა. მე ვფიქრობ თავის კატეგორიაში და თავის კლასში ორივე ძალიან კარგია და გემრიელია. უბრალოდ თავიდანვე ვახსენე რომ არის ძალიან healthy food-ი და ანუ
ესე ვთქვათ, ჯანსაღი. სამწუხაროდ ეს არ არის ჯანსაღი, მაგრამ არის ძალიან გემრიელი. რაღაც ხო ხვდებით რა ძალიან გემრიელია, ის ჯანსაღი არ არის ხოლმე რა და. ამიტომ გურმანებისთვის იდეალური კერძია. კი ბატონო. მეგობრობამ რომ გაიმარჯოს არა? არა, დაველოდოთ აბა გოჩა. მეგობრობა, მე ვიცი. ყოჩა, ხრატი, ყოჩა. მადლობა. თქვენს პროფესიაში, ჩემ პროფესიაში აქ დამდობა არ ვიცი მე. აბა ეხლა თქვენ დააგემონეთ აიღეთ რებშები და აბა დააგემონეთ ერთმანეთის. ამასობაში მე კიდევ მეგობრობა. ჩემს პროფესიონალ ადამიანებს დავეკითხები. სხვათა შორის დღეს უნდა გავიცნოთ თქვენი, ესე ვთქვათ, საიტის რეცეპტორები, ხო, არ ვიცი ნამდვილად. როგორი გემოებისკენ იხრებით და აი ეს. აბა, ნახო. გაგეთყვით. კი ბატონო. გვეცოდინება შემდეგისთვის. არა, ნანუკა მინდა მომეწონა მე. არა, ნანუკა მინდა გითხრა რომ ძალიან კაი მეკენ ჩიზი არის. თავისი ბეკონით. მეც მომეწონა შენი სალატი ძალიან. რა მეგობრული ერთმანეთს არის. შევკეთავდი მაგას? კი. ნერა თქვენი გაკეთებულებიც. მითხარი. თქვენი გაკეთებული. აუცილებლად. ძალიან კაია. მე რატის შეუფასებ 10 ბალიანი სისტემიდან 10 ბალით. იგივენაირად. შენსაშ. მადლობა. შემიერა. ახლა იცი რა, საკუთარ კერძებს რო აფასებ, გასაგები. ეხლა არა, ნანუკას. არა, ჩვენ ერთმანეთის კერძები შევაფასეთ. ეხლა შემწას შევჭა. ჩვენ ვართ ესეთი განსხვავებული და არაჩვეულებრივი პარტნიორები, ბატონო გოჩა. იცი რა, მე ნუ მაბოლებ ეხლა. აგაბოლეთ. ეს არის აღიარებული და დამტკიცებული უკვე. შედეგი. იმასაც ამბობ. გასაგებია. თქვენ გინდათ რომ ჩემზე ეხლა გავლენა მოახდინოთ, მაგრამ მე ამ შემთხვევაში არა ვარ არც ჩეტკოევი და არც გაჭიჩილაძე. მე ვარ კაპანაძე. და გამარჯვებული ჩემის აზრით არის 10-9 10-9 10-9 გაიმარჯვა რატი. რატი, ყოჩა. შენ იყო ჯანსაღი საკვები. იმიტომ რომ მე მომეწონა დამუნასა და რატის მე ძალიან მომეწონა თქვენი გადაცემა. და მან ახლა იმიტომ კი არა ნანუკამ წააგო არა თამუნამ გააკეთა ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და რა მან მითხრა რომ ჩემზე საუბარი? ნეო ამიტომ მინდა გავიგო თქვენ რა მოგწონსო და ამიტომ აი მოიგო აი ქალური ესეთი სიეშმაკე სად გამოავლინა. კი ბატონო, ეხლა გასაგებია რომ ძალიან კარგი. თუმცა ორივე კერძი მართლა გულწრფელად ძალიან გემრიელია. მე მინდა რომ ნანუკას უთხრა რომ უზარმაზარი შრომა ჩადო და შრომის გარეშე არ არსებობს და არ გეგონოს რომ მე ამ შრომას არ ვაფასებ. მაგრამ ჩემი გემოვნებისთვის აი უფრო ესეთია. თქვენ ესე იგი ჯანსაღი საკვები უფრო კი, მაგრამ არ მეტყობა. არა. დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ ამაში რომ გექნება წარმატებული კარიერა. ახალგაზრდები ხართ, ძალიან ლამაზები, ძალიან ენერგიულები და რაც ყველაზე მთარ მაღალი პროფესიონალი, მაღალ პროფესიონალ ადამიანებთან მაქვს საქმე და კიდევ ერთხელ გილოცავთ აი დიდ წარმატებას, რომელიც მიაღწია და ეს იყოს დასაწყისი კიდე დიდი კარიერის. ორივეს დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. და მაყურებელს კი ვეტყვი რომ ჩვენ შევხვდებით შაბათს, წარმატებას გისურვებთ, აბა ერთად. წარმატებები.